გორის მუნიციპალიტეტში იანვრისთვის მონაცემებით გრიპის ვირუსების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ამის შესახებ თრიალეთთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. გიუნაშვილმა განმარტა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს მომატებულია ვირუსების შემთხვევები. მარი გიუნაშვილი რეკომენდაციებზეც საუბრობს და რისკ ჯგუფებს მოუწოდებს, რომ სიმპტომების შემთხვევისას მიმართონ ოჯახის ექიმს და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტისგან. აქტიურ ფაზაშია შესული გრიპი და ამასთან დაკავშირებით მომატებული არის, რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებულებებში ამბულატორიული მიმართვიანობა. მძიმე შემთხვევები, ესეთი ინფორმაცია ჩვენ არ აქვს, თუ შევადარებთ, მატება დაიწყო იანვრის თვიდან, მეორე ნახევრიდან და თუ შევადარებთ გასულ კვირას, მკვეთრად არის მომატებული, თითქმის გაორმაგებული არის ზედასასუნთქი გზებით ინფექციები, მათ შორის გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებები. რაც შეეხება გასულ წლის ამ პერიოდს, აქაც მატება არის საგრძნობლად იგივე პერიოდზე. ჩვენ გვაქვს მედიკამენტი ტამიფლუ, რომელიც განკუთვნილი არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100,000-ზე ნაკლებია. ოღონდ ეს პაციენტები უნდა მიეკუთვნებოდნენ რისკ ჯგუფებს, ან 18 წლამდე ბავშვებისთვის არის, პენსიონერებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკულად მოავადე პაციენტებისთვის, შაქრიანი დიაბეტიკებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის და ასე შემდეგ. ფორმაასის საფუძველზე ჩვენ ამ მედიკამენტებს გავცემთ. პირველი 72 საათის განმავლობაში ეფექტური, ამიტომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ რისკ ჯგუფებმა, როგორც კი სიმპტომები შენიშნავენ, მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, განსაკუთრებით ქრონიკულად მოავადეებმა და ავადმყოფები დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტებისაგან, განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ დაწესებულებებში, ბავშვთა დაწესებულებებში, იმიტომ რომ ბავშვები თვითონ ადვილად იტანენ, მაგრამ საუკეთესო ჭყალებში საუკეთესო გამავრცელებლები არიან მოზრდილების და მოხუცებისთვის. ამიტომ დაავადებულები დარჩნენ სახლში. პირბადე შეუძლიათ ისევ გამოიყენონ, იმიტომ რომ ეფექტური არის პირბადის გამოყენება დაავადებულის შემთხვევაში.